ეს ის თემებია, რომელზეც ზესტაფონში მცხოვრებლები საუბრობენ. ადგილობრივების განმარტებით მუნიციპალიტეტში რთული სოციალური ფონია, რის გამოც ადამიანების ნაწილი იძულებული არის, რომ ემიგრაციაში წავიდეს. ამ წუთებში კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლების ერთი ნაწილი ზესტაფონში აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებიან, იქ სადაც კოალიციის ახალი ოფისი იხსნება. აქ შეკრებილები თანხმდებიან იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცვლილებები გარდაუვალია. Საშინელი მდგომარეობა არის, უკანასკნელიც რო აღარ შეიძლება. მე ვარ 2 წლის ნახევრის წინ მომიკვდა ერთადერთი შვილი. გაყიდული მაქვს ყველაფერი, აქ ცხოვრობ ნახირავში, თელპესია სადაც ვიხდი. ვეუბნები 2 წელიწად ნახევარია გამგეობა და კაცი შვილი ჩემზე არ ფიქრობს. არც ბინის ქირაში მეხმარებიან, არც არაფერში, ერთ სიტყვით ხალხის კისერზე ვარ. და დიდი სურვილი და დიდი იმედი მაქვს, რომ ესენი 28-ში აღარ იქნებიან. და უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ. და ერთი სიტყვით იმპერიები და აქცეულა კაცო და განადგურებულან და ეს ვინ არის ებიზინა რომ აღარ მოშორდეს ამ ქვეყანას. ჩემი აზრია ის რომ მე ვიცხოვრო ქვეყანა გადავარჩინოთ უნდა. დღეს აღარ არის ის დრო ცალ-ცალკე ვიდგეთ, დავდგეთ ერთად რომ ეს საერთო ჭირი მოვიშოროთ. ამის შემდეგ გავარჩიოთ ვინ რა ვართ და ვის ვანდოთ ჩვენი ბედი ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, როგორც სხვა რეგიონებში ისევე ზესტაფონში უკიდურეს გაჭირვებაში არიან ხალხი და ახლა რასაც აღარ ვხედავ სიტუაცია უკვე ფაქტობრივად ოცნება დამარცხებულია, ხალხს უნდა გადარჩევა, სრულებები უნდა და სწორედ ამ სრულებებს განაპირობებს ახალი მთავრობის, ახალი კოალიციის არჩევა. ზესტაფონში არის მოკლედ ფაქტიურად ყველანაირი პრობლემა, მარტივად რო ვთქვა, ქართული ოცნება 12 წელია ხელისუფლებაში იმყოფება და ელემენტარული პრობლემებიც კი არ აქვს. ამ ქალაქში მოგვარებული, მაგალითად ისეთი როგორიც არის წყლის პრობლემა. წყალი არ აქვს ქალს, სოფლებზე რო დავანებოთ თავი. ბევრი სოფელი თვითონ ქალაქის ტერიტორიას არის მოწყვეტილი, იმიტომ რომ არ არის ტრანსპორტი და ასე შემდეგ. არის უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემები ამ ქალაქში. ასევე სოფლებში არ არის გზები, ბევრგან არ არის გაზი და ასე შემდეგ. ზესტაფონში ხალხი, მოკლედ რომ გითხრათ, ცხოვრობს ძალიან სიდუხჭირეში, გაჭირვებაში. ამიტომ ყველაფერს ამას უნდა დაუსვათ წერტილი და 26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რომ ეს ქვეყანა წავიყვანოთ წინ. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა მელია ამ წუთებში ჩემთან ერთად იმყოფება. მე მას პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. ბატონ ნიკა, დღეს მოსახლეობა შეხვდით წყარტუბოში, ასევე ზესტაფონში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებით მათ. რაზე საუბრობენ ისინი, რა მთავარი პრობლემები არის ქვეყნის მასშტაბით? ძალიან დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. ძალიან მიხარია რომ ზესტაფონში ძალიან ბევრი ადამიანია, დღითი დღე ასე არ იყო თვენახევრის წინ, ასე არ იყო ერთი თვის წინ. დღითი დღე სულ უფრო მეტი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საქართველოს მოქალაქე ერთიანდება კოალიცია სრულებისთვის 4 ნომრის გარშემო. იქ სადაც ადამიანებს სურს ცვლილება და არა ჩანაცვლება. მოდით ესე ვთქვათ, არის ხალხი, ვისაც ივანიშვილი ჩანაცვლება სურს. ასეთი ხალხი წარმატებას ვერ მიაღწევს. ერთხელ და სამუდამოდ მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს 26 ოქტომბერს და ხალხს უნდა დაუბრუნდეს ძალაუფლება. ყველა დიდი გამარჯვება ისტორიულად დიდი ძალისხმების გარეშე არ მოსულა და თავისი და შემთხვევით გამარჯვებები არ მოდის. მოდის გამბედაობით, მოდის ბევრი შრომით, მოდის რა თქმა უნდა კომპეტენციით და მოდის პირველ რიგში მორალური უპირატესობით. უდიდესი მორალური უპირატესობა იგრძნობა დღეს ყველა იმ ქალაქში, ყველა იმ ადგილას, სადაც კოალიცია ცვლილებების 4 ნომერი ხსნის საბრძოლო პოლიტიკურ საარჩევნო შტაბს. 26 ოქტომბერი არ არის თარიღი, სადაც გამოცხადება გამარჯვებული და გამოცხადება დამარცხებული. ეს არის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ერთხელ და სამუდამოდ პოსტსაბჭოთა სივრციდან საქართველოს როგორც სახელმწიფოს გამოყვანას. მე მინდა ვთქვა ძვირფას თქვენს მაყურებლებს კიდევ ერთხელ მივმართო ამის შეხსენება ალბათ არ არის. ბევრი კითხულობს, გაყავდება არჩევნები თუ ვერ გაყავდება არჩევნები. შვილო მოიპარავს ივანიშვილს, ვერაფერს ვერ მოიპარავს, როდესაც გამარჯვების კლიმატი იქნება, როდესაც ერთი თვით ადრე, როდესაც 3 კვირით ადრე, დიდი ან პატარა დაწუნებულია წარმატებაში ქართული ოცნების
თავზე ხელაღებული წარმომადგენლებიც კი ვისაც ეშინია ძალაუფლების გარეშე ცხოვრება ამ ქვეყანაში, მაგრამ მოუწევს შეგუება ამ რეალობისა, ის ვერ გაბედავს, იმიტომ რომ ხალხის ნება იქნება ძალიან ძლიერი და ის ხალხის ნება აისახება. ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია დღეს ქართული ხალხის სასარგებლოდ. დამწუხრდა ორტურიანი არჩევნები, წასუჩაბარდა, დასრულდა მაჟორიტარული სისტემა, მადლობა ღმერთს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ძლიერი წევრი სახელმწიფოების ხარდაჭერა დღეს ქართულ ხალხს და ქართულ ოცნებას და ეს ასე არ იყო პირიქით 2020-2021 წლებში, მასასადამე მნიშვნელოვანია ქუძე კაცი არჩევნებზე მისვლა და ამ ქვეყანაში კოალიციური მმართველობის როგორც პოლიტიკური კულტურის დაფუძნება და ჩამოყალიბება. ჩვენ ამას შევძლებთ. ივანიშვილი საკუთარ საკარმიდამოდ ვერ გადააქცევს ვერც იმერეთს, მათ შორის ვერც ზესტაფონს, ვერც ქუთაისს, ვერც საქართველოს. ივანიშვილს მოუწევს ძალაუფლებაზე უარის თქმა. ძალიან ბევრი, დიდიან პატარიანად მზად არის და ბევრი ემიგრანტი, რა ძალიან მნიშვნელოვანია. ძვირფასო ემიგრანტებო, ქართველებო, 7 ოქტომბრამდე არის რეგისტრაციის ვადა. 7 ოქტომბრამდე რაც შეიძლება ბევრი უნდა დავრეგისტრდეთ და ბევრი უნდა მივიდეთ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე და გავიმარჯვოთ ქართველი ხალხის სახელით. და კოალიცია ცვლილებების 4 ნომერი ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენთან ერთად, რომელსაც სურს ისაუბროს არა რომელიმე მის ლიდერზე, ისაუბროს არა საკუთარ თავზე, არამედ დაარწმუნოს ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, რომ თქვენ ხართ მთავარი ამოსავალი წერტილი, თქვენი არჩევანი უნდა აღსრულდეს და ეს არჩევანი უნდა აღსრულდეს 26 ოქტომბერს. კოალიციური მთავრობა არის გარდაუვალი, კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერი გამოირჩევა ყველა სხვა ოპოზიციური გაერთიანებებისაგან მორალური უპირატესობით, კომპეტენციით, სინდისით, სიტყვისადმი ფასით და ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის პლატფორმა, რომელიც დაცლილი არის პოლიტიკური მავნე გავლენისაგან თავისუფალი პლატფორმაა და კონკრეტული ხედვა არსებობს, რომელსაც რამდენიმე დღეში საზოგადოებას ჩვენ გავაცნობთ. კოალიცია ცვლილებს 4 ნომერს, ჯერ აქტიური საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ ხსნით საარჩევნო ოფისებს, რამდენიმე დღეში გამოვაცხადეთ საარჩევნო კამპანიას დაწყებულად და 2 თვე არა ძილი არა მოდუნება, არამედ შრომა, ბრძოლა ჩვენი წარსულის, ისტორიის და მომავლის წინაშე აღებული ვალდებულებით. აი ეს არის მნიშვნელოვანი გვახსოვდეს ყველას. უღმეს მადლობა თქვენ ნიკა მელიას უსმენთ, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა ცვლილებები და არა ჩანაცვლება. ჩემთან ერთად კი იმყოფება ბორის ჩელეყურვა. ბორის, თქვენ განსაკუთრებული ბმა გაქვთ ახალგაზრდებთან. როგორი განწყობები არის ახალგაზრდებში და ისინიც არიან თუ არა მზად ცვლილებებისთვის? მოგესალმებით. ზოგადად ჩვენთან შეხვედრაზე უამრავი ახალგაზრდა მოდის, თუმცა არიან ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და ჩემდა გასაკვირად მე უფრო ცუდი სიტუაცია იყო მეგონა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ცვლილება აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ჩვენ მოვდივართ, რომ ვესაუბროთ უბრალოდ მათგან უფრო მეც ვიგებ სინამდვილეში, იმიტომ რომ მათ ჩვენზე უკეთ თუ არიციან, ჩვენზე უარესად მაინც არიციან ისაც ქვეყანაში ხდება იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ესენი არიან ადამიანები, ვისაც კონკრეტულად ეს პრობლემები აქვს და შესაბამისად ამ პრობლემების გადაწყვეტაშიც უნდა რომ ჩაერთონ. ყველა ითხოვს იმას, რომ თავისი გადასაწყვეტი თვითონ ადგილზე გადაწყვეტოს და თბილისში ვიღაც ჩინოვნიკი ფურცელზე არ უნდა უწყვეტდეს, როგორც ცხოვრობენ მაგალითად ზესტაფონში ზესტაფონელები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი ესმით, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ კოდს ჩინოვნიკს, რომელიც ფურცელზე უწერს სხვა სინამდვილეში რა უნდა გააკეთოს და ჩემი აზრით, აი ეს ხალხი დაგვეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან მივიტანოთ სათქმელი და გავაგებინოთ, რომ ამ არჩევნებზე პასუხისმგებლობის არიდება არ შეიძლება და არჩევნებზე არ წასვლა გადაწყვეტილება, რომელიც ნიშნავს ქართული ოცნების მხარდაჭერას. თუ ჩვენ საკმარისად მივალთ, შეუძლებელია, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლოს გაყალბება. უღმეს მადლობა მაშასე კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლებმა მორიგი ოფისი ზესტაფონში გახსნეს იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ პოლიტიკურ მოძრაობას რაიონული ორგანიზაციები უკვე გახსნილი აქვთ. მადლობა. ირაკლი ვაჩიბერაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სააგენტო კლავს ცხოველებს და ავრცელებს